უცხოელების დასაქმება საქართველოში შესაძლო აღარ შეიზღუდოს. შრომითი მიგრაციის შესახებ კანონპროექტის მეოთხე თავს, რომლის მიხედვითაც ქართველ დამსაქმებელს მუდმივი ბინადრობის დოკუმენტის არ მქონე უცხოელის 90-ზე მეტი დღით შემოყვანისა და დასაქმების უფლება იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ დამსაქმებელი შესაბამისი კვალიფიკაციის პერსონალს ადგილობრივ ბაზარზე ვერ მოიძიებს. მთავრობა დათმობაზე მიდის და ამ პუნქტის გადახედვას არ გამორიცხავს. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ბიზნეს გარემოში ჩარევა დაფასებდნენ სფეროს წარმომადგენლები. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ბიზნესმენებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ბიუროკრატიის შექმნა დაუშვებლად მიიჩნია. ღარიბაშვილის თქმით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ვინც ბიზნესს ხელოვნურ ბარიერს შეუქმნის. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ირაყი ღარიბაშვილის მითითება საკუთარ თავზე არ მიუღია. ღარიბაშვილის კომენტარიდან რამდენიმე დღეში სამინისტრო პუნქტის გადახედვას დათანხმდა. როგორ ხსნიან სამინისტროში მიღებულ გადაწყვეტილებს და რა შენიშვნები აქვთ საკანონმდებლო ორგანოში. მომდევნო გამოშვებაში. ერთადერთი რაც მინდა რომ ყველას მოგიწოდო, ყველა ფუნქციონერის, ყველა სამინისტროს ხელმძღვანელის, ყველა უწყების ხელმძღვანელის იქნება ეს. არა მხოლოდ სამინისტრო, არამედ იქნება ეს მუნიციპალიტეტი, გამგებელი, მერი, ბიზნეს ჩვენ ხელოვნური ბარიერები არ უნდა შევუქმნით. პირით მაქსიმალურად გავუმარტივოთ იმისაც რომ კიდევ უფრო მეტი საქმე გაკეთდეს საქართველოში. თუ ვინმე შექმნის მსგავს ბარიერს, რა თქმა უნდა, დააყენოთ დაუყოვნებლივ მათი პასუხისმგებლობის საკითხი. ვინც არ უნდა იყოს ეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უცხოელებისთვის აკრძალვაზე არ არის საუბარი, არამედ საუბარი არის იმაზე, რომ თუ ამ სპეციალობის ადამიანები საქართველოში არიან, პირველ რიგში უპირატესობა მიენიჭოს მათ. შემთხვევაში არ მემიღია არანაირად ეს რეპლიკა არ იყო, ეს იყო ქვეყნის მეთაურის ხედვა იმაზე, რომ რა თქმა უნდა მინიმალური ბარიერები უნდა შეუქმნათ ინვესტორებს და მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად მოაგვაროთ საინვესტიციო საკითხები. ეს იყო გზავნილი მთლიანად მთავრობის მიმართ.